სააპელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებული კიდევ 9 პირის პროცესზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა თქვა. ბრალდება მოითხოვა პირველი ინსტანციის კვალიფიკაციის შეცვლა იმ მუხლით, რაშიც პროკურატურა ნოემბერი-დეკემბრის აქციის მონაწილეებს თავიდანვე ედავებოდა. საუბარია 225 მუხლზე, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა და სასჯელი გადაკვალიფიცირდა და ის მუხლი, რომლითაც ბრალდება წარდგენილი, ითვალისწინებს 2 წლიან პატიმრობას. დღესვე დაცვის მხარე მოითხოვა ბრალდებულების ტელეფონების ექსპერტიზის პასუხები. საპასუხოდ ითქვა, რომ 1 წლის შემდეგაც კი ექსპერტიზის პასუხები ჯერ ცნობილი არ არის. პროცესი 5 თებერვლისთვის გადაიდო, სადაც უკვე ადვოკატები იტყვიან დასკვნით სიტყვას. როგორც ბრალდების მხარე ამბობს და დღეს დაადასტურა, მათ არათუ არ ჩაბარებიათ საექსპერტო დასკვნა, არამედ არც მოუკითხავს საექსპერტო დაწესებულებაში რა ეტაპზეა, არანაირი მცდელობა არ განუხორციელებიათ, რომ დაეჩქარებინათ როგორც მინიმუმ წერილი მიეწერათ საექსპერტო დაწესებულებისთვის ტელეფონებთან მიმართებაში კონკრეტული პასუხები, კონკრეტული ინფორმაცია იქნა თუ არა ამოღებული და ეს ინფორმაცია არის თუ არა მათ შორის ჯგუფურობის, კონტაქტის, კომუნიკაციის ამსახველი ბიჭებს შორის. სასამართლომ დღეს გაამახვილა სხვადასხვა ყურადღება ორგანიზებულობის საკითხში და პირდაპირ კითხა ბრალდების მხარეს თუ რითი დასტურდებოდა ორგანიზებულობა. რაზეც ბრალდების მხარეს ჰქონდა იგივე პასუხი. რომ თითქოს რაღაც ორგანიზებულობა იყო, ორგანიზატორების არსებობა, რომელიც არც კი დადასტურდა ჩვენ სისხლის სამართლის საქმეში. ამიტომ ნორმალურ სამართლიან პირობებში, სამართლიან სასამართლოს პირობებში, სასამართლომ უნდა თქოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომ აქ ორგანიზებას ადგილი არ ქონია.